ხმა გესმით სულ იქით მეგობრებო ჯერ მოდით იმაზე გავამახვილოთ ყურადღება რაზეც ვთანხმდებით შეუძლებელია საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა მუშაობა გააგრძელოს ასეთი ხელმძღვანელობით არანაირი მორალური უფლება არ აქვს ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს და სამეურვეო საბჭოს რომ დარჩეს ამ მაუწყებლის სათავეში ისინი წარმოადგენენ მართლ პარტიას ცეკას ისინი არიან პროპაგანდის სამინისტროს წარმომადგენლები გებელს რა ფუნქციაც ჰქონდა ჰიტლერულ გერმანიაში ის ფუნქცია აქ დღეს შეძენილი ვასიკოს და მის მეგობრებს თავისი ძმაკაცების თავშესაფრატრო აქცია სახალხო ტელევიზია მეგობრებო დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ ჩოხოსნების ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებლების უკან მათი ნიღბის უკან გვიმრაძეა ასეთი გვიმრაძის უკან იმალება უბინძურესი ლექსიკის კულტურის ადამიანი და გუშინდელი დღის შემდეგ ამ კაცს არ აქვს არანაირი უფლება იყოს პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელი ჩვენს ტელევიზიაში როცა რიგით მოქალაქეს ასე მიმართავს მაღალი რანგის მუშაკი ტელევიზიისა მისი ადგილი აქ აღარ არის ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ ეს უნივერსალური საკითხია მეგობრებო მე აქედან მინდა მიმართო ქალბატონ თინათინსაც რომელიც სხვებთან შედარებით უკეთესად გამოიყურება ხო ადამიანურად უფრო განიცდის თითქოს ღელავს და შეიძლება მართლაც ღელავს მაგრამ ქალბატონო თინათინ სანამ რაიმეს დაგვამადლით სანამ რაიმეზე მიგვითითებთ შეგახსენებთ რომ დღეს საქართველოში მაღაროელები მუშაობენ 700 ლარად სიცოცხლეს წირავენ ქალბატონო თინათინ არჩევნებიდან მეხუთე დღეს ზესტაფონში და ჭიათურაში მუშებს გამოუცხადეს რომ თქვენი მათხოვრული ხელფასის მხოლოდ 60%-ს გადაგიხდითო და იმ ხელფასსაც შეგიმცირებთო და თქვენ იღებთ 16,000 ლარს ეს უსინდისობა ეს სიცხვილია ესეთი ტონით აღარ უნდა ლაპარაკობდეთ ჩუმად უნდა იყოთ ბოდიშს უნდა უხდიდეთ ამ ხალხს ასეთი ხელფასის ქონა დღეს სახელმწიფო დაწესებულებაში არის გაარყვნილება და მე კი არაფერი მეგობრებო ჩვენ ვიმყოფებით დემოკრატიულ გარემოში ხომ დემოკრატიული ფორუმია აქ ჩემამდე ისეთი ხალხი გამოვიდა რომელთან ერთად დგომასაც ვერ წარმოვიდგენდი და დარწმუნებული ვარ გვერდს არც მე არ ვეხატები გულზე მაგრამ ამ მიტინგზე ვართ ადამიანები რომელთაც გვაქვს განსხვავებული მოსაზრება მე არ ვიცი რატო უნდა მოვითხოვოთ ეთერი იმ პოლიტიკური ლიდერებისა თვის რომელთაც თავიანთი ტელევიზიებია საიდან რატო რამე ვერ მიაქვს სათქმელი ადამიანებთან ერთი წუთი დავასრულებ და მერე ბრძანეთ რაც გნებათ რაც უნდა იმ ადამიანებს ხმა რაში ჭირდებათ რომლებიც ბოლო წლებია ყველაზე ხმამაღლაყირიან ამ საზოგადოებაში ჩვენ ვითხოვთ ყველგან იჭერს არის თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ხმის მიწენა უნდათ მათ ხალხთან ამ ხმას მიიტანენ ჩვენი წინადადება ტრიბუნა მიცეთ იმ ხალხს ვისი ხმაც არ ისმის ვისაც წართმეული აქვს ეს ხმა აქ არიან ესეთი ადამიანები აი დავინახე მაგალითად ირაკლი ლომოური შესანიშნავი ქართველი მწერალი
მას მისი ხმა არ ისმის დღეს ჩვენ საზოგადოებაში. გვარამიას ხმა კარგად ისმის. ასე რომ ჩვენ აქ ნაწილი არ ვდგავართ იმისთვის, რომ იმ ხალხს, ვისაც ხმა აქვს, კიდევ უფრო მეტად ილაპარაკონ. ტრიბუნა ჭირდებათ ადამიანებს. გუშინძელმა ეთერმა აჩვენა. ვასრულებ. გუშინძელმა ეთერმა აჩვენა, რომ ხალხს წყურია ნამდვილი ადამიანების გამოსვლები. ხალხს წყურია იმ ხალხის გამოსვლა, ვინც ყოველდღე იბრძვის და იზიარებს ისეთივე გაჭირვებას, როგორშიც არის უმრავლესობა. ასე რომ გაითვალისწინეთ ეს შენიშვნა, რომელიც ნაწილს აქვს